უფალო, არა ღირს ვარმე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქვეშე შემოხვედ, არამედ სიტყვით ხოლო თქვუ და განიკურნოს მონაი იგი ჩემი. მიმართავს ქრისტეს ასისთავი, რომელიც დასნეულებული მონის განკურნებას ევედრება მას. ამ სიტყვებში ჩანს მისი სარწმუნოება და უფლისადმინდობა. ამ განწყობილების პასუხად მაცხოვარი მიუგებს. წარვედ, დავით არცა გრწმენა გეყავ შენ და განიკურნა მონა იგი მისი. მათემახარებლის ეს საკითხავი სულთმოფენობიდან მეოთხე კვირას მოვისმინეთ წმინდა ლიტურგიაზე. 10 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო მსახურება აღასრულა ყოვლა წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. თანამსახურებდნენ ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი. წირვის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს და დალოცა ხუციშვილების გვარი. მან აკურთხა საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურნი, რომ ყოველდღიურად შესაბამის დღეებში სავედრებელი პარაკლისი აღასრულონ. ასევე მან დალოცა მრევლი და აკურთხა, რომ ყოველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ყოველდღიურად წაიკითხოს ერთი თავი წმინდა სახარებიდან, რადგანაც ლოცვა არის ყველაზე ძლიერ მოქმედი საშუალება ჩვენი ერის მთლიანობისა და ერთსულოვნებისათვის. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ადამიანი ცხოვრობს და ავიწყდება მადლობის თქმა. ჩვენ მუდამ ვთხოვთ უფალს, მომეცი პური, მომეცი ცხოვრება კეთილი, მომეცი სახლი და ასე შემდეგ. და გვავიწყდება, რომ ჩვენ ყოველ დღე უნდა მადლობა და დიდება შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. აი დღეს ჩვენ მადლობას ვსწირავთ უფალს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მეუღებითა ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისა და ყოველთა წმინდათა ლოცვით დაისადგურებს საქართველოში. ჩვენი დიდი წმინდანი ილია მართალი ამბობდა მამული ენას არწმუნოება. მართლაც ქართველი ადამიანი იცავდა და იცავს ამ სამ საუნჯეს მამულსა ენას არწმუნოებას. მაგრამ ხანდახან ჩვენ გვავიწყდება მამული, გვავიწყდება ის, თუ მამულს დაცვა უნდა, ეკლესიას დაცვა უნდა, ენას დაცვა და განვითარება უნდა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული ტკბილი ენა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მამული და ჩვენ გავმარტეთ ეს ცნებები და ვთქვით, რომ ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ღმერთი როგორც შემოქმედი ჩვენი, შემოქმედი სათა და ქვეყანისა. და არა მარტო შემოქმედი, არამედ გამგებელი და მფარველი ჩვენი. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ
ღმერთი ჩვენშია, ჩვენი გული ამისთვის არის მომზადებული. ადამიანის გულშია. ორი დიდი მეცნიერი საუბრობდნენ, ასტრონომები და ერთი ეუბნება მეორეს, რომ მთელი ჩემი სიცოცხლე მე უყურებ ცას და პლანეტებს და მე ვერ ვნახე ღმერთიო. და მეორემ უთხრა მას, ჩემო მეგობარო, შენ დაგავიწყდაო, გულში ჩაიხედე შენს გულშიო და იქ ნახავ ღმერთსო. მე ვფიქრობ, რომ ესაც გვავიწყდება ჩვენ, გულში ჩავიხედოთ. ჩვენი გონება, ჩვენი ფიქრები დაფანტულია ხშირად და განსაკუთრებით აწუხებს ადამიანს განკითხვა სხვისი ადამიანის, სხვა ადამიანისა. განკითხვა ეს დიდი ცოდვაა. როგორც შენ განიკითხავ სხვას, რომლითაც საზომით შენ ზომავ სხვას, იმ ზომით გაგზომავს ღმერთი შენ. რომლითაც როგორც განიკითხავ შენ სხვას, ისე განკითხული იქნები ღვთისადმი. როცა ჩვენ განვიკითხავ სხვას, ამით განთავისუფლებთ ცოდვებისაგან და ჩვენს თავზე ვუყურებთ ამ ცოდვებს და ხშირი შემთხვევა, როცა ადამიანი ვარდება ზუსტად იმ ცოდვაში, რომელიც მან განიკითხა. აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთმანეთს სიკვდილში, ერთმანეთს ამოვიდგეთ ფარში, ერთმანეთი ვანუგეშოთ, ერთმანეთს დავუწყოთ ხელი დახმარებისა. თუ ადამიანი გაცემულია, უნდა ავაკვირდეთ. თუ ადამიანი შეცდომილია, უნდა განუმარტოთ. ძალიან ხშირი შემთხვევა, როცა ცოდვას მისდევს, ჯერ მცირე ცოდვა, მერე უფრო დიდი და მერე იმდენად ძლიერდება ეს ცოდვა, რომ ამპარტავნება ეუბნება ადამიანს და ვერავინ ვერ ურნავს ამპარტავნებას გარდა წმინდა სამებისა. აი დღეს ზოგიერთი ჩვენგანი, ზოგიერთი ადამიანი ჩავარდნილია ასეთ ამპარტავნებაში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მისი ნათქვამი სწორია და სხვისი არა. ზოგიერთი ასწავლის სხვას იმ დროს, როცა თავისთვის არ სწავლებია. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მსმელი დედამიწაზე, ჩვენი პარვი არის წმინდა მართლმადიდებელი სახელმწიფო ეკლესია.
არის სფერული უბლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ძალიან შეიძლება როცა ეკლესია შეგვიძლია ეკლესია საოცრია მის დამცირა ან დამცირებს ეკლესიას ის ისჩება ის აუცილებლად იქნება ამიტომ უნდა ვერიდოთ ეკლესია წმინდა იმიტომ რომ არის სხეული ისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ეკლესია უპირველეს ყოვლისა არის მადლი რომელსაც სადაც გადმოდის მადლი წმინდისა სულისა. აი ამიტომ ჩვენი წმენდა ჩვენი წინსვლა სულიერი წინსვლა უნდა ხდებოდეს ეკლესიაში. ეკლესია გადიცავს დაგეყაროს ეკლესია მოწმობს ძალას. ძალიან შეიძლება როცა განიკეთება დევსახურთა მოწმუნე ადამიანებს იმ დროს როცა თვითონ არიან მისაზე დაყრდნილი ამ ცოდვებისაზე არ შეიძლება როცა განიკეთება უფალი ახალწელს იცავდა საქართველოს, იცავდა ჩვენს სასწავლოებას. ეკლესია იყო უდიდესი ძლიერი ძალა და დღესაც არის ეს ძალა. ეს ძალა არ არის მიმართული ვიღაცების წინააღმდეგ. ეს ძალა არის სულიერი. ეს ძალა არის მაცხოვრებელი. ეს ძალა არის იმისათვის რომ ადამიანი იყოს მოკიდებული. აი ამიტომ ეკლესია უნდა დაუწყოთ. ეკლესია უნდა იყოს ჩვენს გულში, ჩვენს მონებაში. ყოველი ადამიანი, რომელიც იცავს ეკლესიას, რომელიც აშენებს ეკლესიას, ის ადამიანი ბედნიერია, მისი ოჯახი ბედნიერია. ვისაც შეურაცხყოფა მიუყენებია ეკლესიისთვის, ვისაც დაუნგრევია, დაუნგრეული არის მისი სახლის და ოჯახის. აი ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო. აი დღეს ჩვენ გვინდა ვილოცოთ ჩვენი ერისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ერისა და ერისუფლების მშვიდობისათვის. ჩვენ გვინდა ვილოცოთ ჩვენი ერის ძლიანობისათვის, ერთსულობისათვის.
და გეზრებათ ლოცვა გურთქება სამღეროებას ერთი დღის მანძილზე შევასრულოთ არაკლისებზე მარცხნივისა და შორისა ივანე ნათაშ წევრისა მოციქულებისა დევთართა მისკა მარმატალა მოწამლა მე შევწოვავს Zali ersa tvisa mostes, upalno novces čem zali tvisi, da avamaros jeli tveni. Ešla tken moj smet, cili paradies, sada spčer tvoj tupals, rata, šidobos opetnes, sada tveloču, Amin. დალოცვილი და გახარებული იყავი თქვენ და მთელი საქართველო. ჩვენთან არის ღმერთი. შეგახსენებთ, რომ მოძღვრებს ეძლევა ლოცვა გურთქევა, რომ ყოველდღე პარაკლისი შეასრულონ და ერის ხალხს ვაძლევთ ლოცვა გურთქევას, რომ ყოველ დღე წაიკითხოთ სახარების ერთი თავი. დალოცვილი იყავი თქვენ და საქართველო. დღეს არის გვარის დალოცვა ქუხიშვილების. დალოცვილი იყავი და გახარებული და ღმერთმა გაგამრავლოთ და დიდი ადამიანები გამოიყვანოს თქვენი გვარი. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ასევე შეგახსენებთ, რომ სამშაბათს არის პეტრე პავლობა. პეტრე პავლობის ორშაბათს აღამოს აქ იქნება დიდი ლოცვა და სამშაბათს შესრულდება საზეიმო წირვა. ოთხშაბათს არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული. ლოცვა სამშაბათს საღამოს დაიწყება 6 საათზე სვეტიცხოველში და წირვა დაიწყება 10 საათზე, რომ მეუფეებმა მოასწრონ ჩამოსვლა რაიონებიდან. ასე რომ აი ესეთი ორი დიდი დღესასწაულია მომავალში. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი. ამინ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით 10 ივლისს მოხსენიებული წმინდანების შესახებ ქადაგება წარმოთქვა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. მამის გიორგი მთაწმინდელის და დღეს ხსენება არის ასევე ჩვენთვის ყველასთვის დიდი მაგალითის, ღვთისათვის შემართული, ღვთის სიყვარულისათვის დიდი მოღვაწის, კირიონ კათოლიკოს პატრიარქის. სიმბოლურია და საოცარი არის. პირველი საუკუნეებიდან კირიონ კათოლიკოს პატრიარქამდე როგორი ქრისტეს სიყვარულით სავსე და მოწამეობრივი გზა განვლო ჩვენმა ერმა და ჩვენმა ქვეყანამ. პირველ საუკუნეებში ალბათ პირველი ქრისტიანები იცდებოდნენ ქრისტეს სიყვარულისთვის უმაგალითო თავდადების
მოწამეების ცხოვრებით, სიტყვით და საქმით. გახსოვთ ჩვენი დიდი წინაპრის ვახტანგ გორგასლის დანატოვარი ანდერძი. ეძიებდეთ სიკვდილსა ქრისტესთვის და ჯვარი უძლეველი იარაღი ხილულ და უხილავ ბოროტებაზე წინაუძღვრობდეთ, წინ გიძღოდეთ თქვენ. გიორგი მთაწმინდელი არის დიდი მამა, რომელმაც სულიერი საზრდო შეამზადა ათონის წმინდა მთაზე და ამ საზრდოთი გამოიკვება მთელი თაობები. და თითქოს მთაწმინდიდან კირიონამდე აი ეს საზრდო და მას შემდეგაც ეს სულიერი საზრდო არის, რომელიც ზრდის, ამტკიცებს და ამყარებს ჩვენს რწმენას ქრისტეს მიმართ. დიდი ღვაწლი არის, ენით გამოუთქმელი ღვაწლი არის კირიონ კათოლიკოს პატრიარქისა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის წინაშე. მისი დამსახურება განუზომლად დიდია. გახსოვთ ალბათ მისი ცხოვრებიდან და ისტორიიდან, როდესაც საეგზარქოსოდ იყო გადაქცეული ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია და როდესაც უმართებულად უპატიობაში იყო ჩვენი ეკლესია, მაშინ მამულიშვილების დიდმა ჯგუფმა დაიწყო მოძრაობა ავტოკეფალიის აღდგენისათვის. და აი ამ საქმეში შემართული ქრისტეს მხედარი იყო კირიონ პატრიარქი. მაგრამ იმ დროინდელმა ხელისუფლებამ ყველანაირად ეცადა, რომ ხელი შეეშალა მისი საქმიანობისათვის. იმ დროინდელ საქართველოს ეკლესიაში არ იყო მღვდელმთავარი, რომელიც ავტოკეფალიაზე ფიქრობდა, რომ ერთ ადგილზე დიდხანს გაეჩერებინათ. ხშირად მოუნაცვლებდნენ ადგილს და ხშირად ეს გადაადგილება ხდებოდა რუსეთის უკიდეგანო სივრცეში და იქ სხვადასხვა ეპარქიებში ხდებოდა ამ თავისუფლების მოყარე მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების გაგზავნა და კირიონიც ერთ-ერთი მათგანი იყო. ბოლო წლებში 10 ეპარქია გამოიცვალა, მაგრამ სადაც არ მიდიოდა ყველგან აჩვენებდა მაგალითს, შემართულ მაგალითს ქრისტეს სიყვარულისა და სამშობლო ორის ერთგულებისა. უცხოეთიდანაც კი, რუსეთიდანაც ახერხებდა, რომ საზოგადოება, რომელიც ერის ადამიანები, მამულიშვილები, რომლებიც ეკლესიას ყოველთვის მხარში ედგენ, ყოველთვის გაემხნევებინა თავისი სიტყვით. და როდესაც დაიწყო გამოსვლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ბევრი სასულიერო პირი, ბევრი მამულიშვილი, ბევრი ერის ადამიანი დადგა ამ ღვთისსათნო მიზნის, მისიის აღსასრულებლად. და აი მაშინ იმდროინდელი საზოგადოება გამოდიოდა და მხარში ედგა ეკლესიას, მართავდნენ შეხვედრებს, მსჯელობდნენ და იყო ამ თემაზე დიდსა და პატარას მხრიდან განსჯა, თუ როგორ უნდა მიეღწიათ სანუკვარი მიზნისათვის. მაშინ იმ დროს სასულიერო დასი და ერის ადამიანები, ეკლესიის მრევლი ერთად იყვნენ. და არის ესეთი ფაქტი დაფიქსირებული, როდესაც 1905 წელს სამღვდელოების კრება მოიწვიეს და ამ კრებამ დაადგინა ავტოკეფალიის აღდგენა და იმ დროინდელ ეგზარქოს მოსთხოვა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, მაშინ ხელისუფლებამ ცხენოსანი პოლიციელები გამოიყვანა და ამ კრებას ხელკეტებითა და ხმლებით დაერინა. მაგრამ არც სასულიერო კრებული და არც მამულიშვილნი, ერის ადამიანები არ შეუშინდნენ ამ ძალადობას. და საოცარია, ამ თავგანწირვამ შედეგი გამოიღო. აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. უმართებულო ცილისწამებით წართმეული უფლება, რომლითაც დღეს ჩვენ ყველანი ვხარობთ. და ამ ბრძოლაში თითოეულ მათგანს, ეკლესიის მრევლს, სასულიერო დასს განამტკიცებდა რწმენა იესო ქრისტესი, რომელიც ყოველთვის
ყველა დიდი განსაცდელის დროს იყოს შემწე და თანამდგომი ჩვენი ეკლესიისა. სახარებიდან გახსოვთ ალბათ სიტყვები უფალი ეუბნება თავის მიმდევრებს და მოწაფეებს. ნუ შეშინდება ცირეს სამწყსო, რადგან უკეთ უმე მდევნეს, უკეთ უმე შეურაცხყვეს, უკეთ უმე ცილი დამსწამეს და უპატიოდ მომექცნენ და იგივეს გაგიკეთებენ თქვენ, გიხაროდეთ რამე თუ მიემსგავსეთ და ემგვანეთ თქვენს მოძღვარს, თქვენს წინამძღოლს. და მოციქულები ქრისტეს სიტყვით განხნევებულნები, ქრისტეს სწავლების მყარ ნიადაგზე დამყარებულნები, ყოველთვის ასწავლიდნენ მრევლს, რომ ღვთისადიდებლად ყველანაირი განსაცდელი, დევნა შეურაცხყოფა თუ ქვის დაკრება მოსათმენი არის და ამ სიყვარულს, ქრისტეს სიყვარულს არასოდეს არანაირი ძალით არ ეღალატება. დავითმენთ ქრისტესთვის დევნა შევიწროებას და ქრისტე შეგვეწევა ჩვენ. ერთი ძველი წერილი არის, როდესაც ერთი მამა, უცნობი ავტორია, თარგმნილი არის ქართულად, მიმართავს თავის მრევლს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქრისტიანების დახასიათება. ეს არის, შეიძლება ითქვას, ჩვენი სულიერი ავტოპორტრეტი, თუ ვინ ვართ ჩვენ ქრისტიანები და რატო არ გვეშინია დევნა შევიწროების და რა გვაძლებინებს და რა გვამხნევებს. ქრისტიანები არც საცხოვრებელი ადგილით, არც მეტყველებით, არც ჩვეულებებით არ განირჩევიან სხვათაგან. ისინი არც სადმე კერძო ქალაქებში სახლობენ, არც სხვა ენაზე მეტყველებენ, არც რაღაც უჩვეულო ცხოვრების წესს მისდევენ. თუმცა მათი მოძღვრება ცნობის მოყარე კაცთა გონებისა და გულმოდგინების ნაყოფი როდია. არც თუ ადამიანურ სწავლებებს იმარხავენ, ისინი ზოგთა მსგავსად. ქრისტიანები ელინთა ქალაქებშიც მკვიდრობენ და ბარბაროსთა შორისაც. ადგილობრივ ჩვეულებებსაც იცავენ ისინი ტანსაცმლით, ყოფით, მთელი დანარჩენი ცხოვრებით, თუმცა ამასთან ერთად მოქალაქეობის საკვირველ და ჭეშმარიტ უჩვეულო წესსაც ავლენენ. თითქოს საკუთარ მამულებში მკვიდრობენ, მაგრამ მკვიდრობენ როგორც უცხონი. მოქალაქეთა მსგავსად ერთვებიან ყოველ საქმეში, მაგრამ დაითმენენ ყოველივეს როგორც სტუმარნი. ყოველგვარი უდაბურება მამულია მათი და ყოველი მამული უდაბურება. იქორწინებენ როგორც სხვები, შვილებსაც შობენ, თუმცა შობილთ უპატრონოდ როდი ტოვებენ. ტრაპეზს ზიარად დააგებენ, მაგრამ არა თუ სარეცელსაც. ხორციელნი არიან, თუმცა ხორცის მიხედვით არ ცხოვრობენ. მიწაზე მკვიდრობენ, მაგრამ ცასაშინა მოქალაქეობენ. არ ეურჩებიან დადგენილ კანონებს, მაგრამ მათივე ცხოვრების წესით იმარჯვებენ კანონებზე. უყვართ ყველანი და ყველასაგან იდევნებიან. შეურაცხყოფენ მათ, სჯიან და კლავენ, ისინი კი ცოცხლდებიან. გლახაკნი არიან და მრავალს განამდიდრებენ. ყველაფერი აკლია და უხვად აქვთ ყოველივე. უპატიო ყოფენ და უპატიობათა წიაღ იდიდებიან. ბრალს დებენ მათ და ისინი მართლდებიან. აძაგებენ, ისინი აკურთხებენ. შეურაცხყოფენ, ისინი კი პატივს მიაგებენ. კეთილს იქმან და ისჯებიან, როგორც ბოროტნი, დასჯილნი კი იხარებენ, ვით ცხოველქნილნი. უცხო ტონელთა მსგავსად ებრძვიან მათ იუდეველნი, ელინები და კიდევ დევნიან, თუმცა მიზეზად მტრობისა მოძულენი ვერას ამბობენ. მარტივად რომ ვთქვათ, რაც არის სული სხეულში, ქრისტიანებიც იგივე არიან ამ სამყაროში და როგორც სული განეფინება სხეულის ნაწილთა შორის, ასევე ქრისტიანებიც ქვეყნიერების ქალაქებში. სული თუმცა ხორცში მკვიდრობს, არ არის ხორცისაგან. ქრისტიანებიც თუმცა ამ ქვეყნად სახლობენ, ამ ქვეყნისანი არ არიან. უხილავია სული ხილულ სხეულში შეგრძალული. ქრისტიანებიც თუმცა ამ ქვეყნად იმყოფებიან, უხილავად გიეს მათ მიერ ღვთისმსახურება. ზაგს სული ხორცს და ებრძვის მას, თუმცა ვერაფერს აკლებს, რადგანაც სული სიამეთაგან განაკრძალებს თავს. ქრისტიანებიც ზაგს ქვეყნიერებას, მაგრამ ვნებას არ მოაწევს მათზე, რადგანაც ისინი განუდგებიან სიამეებს.
უყვარს სულს მისი მოძულე სხეული და სხეულის ნაწილები. ქრისტიანებსაც უყვართ მათი მოძულეები. დახშულია სულის სხეულში, მაგრამ სწორედ სული შეამტკიცებს იმავე სხეულს. ქრისტიანებიც პრობილნი არიან ამ სამყაროში, როგორც ციხეში, მაგრამ სწორედ მათ უყრიათ ეს სამყარო. უკტავი სული მოკტავ კარავში მკვიდრობს. ქრისტიანებიც მოკტავთა შორის სახლობენ, მაგრამ ცათა შორის უკტავებას მოელიან. საჭმელ სასმელს მოკლებული სული აღორძინდება, ქრისტიანებიც, რომლებიც დღემუდამ მიგვემებიან, მეტად და მეტად მრავლდებიან. ასეთი ხვედრი განაწესა მათთვის უფალმა, რისგანაც განდგომა არ ეგების. წმინდა გიორგის ცხოვრება ყველას გვახსოვს. როდესაც საშინელი სატანჯველებით გლეჯდნენ მის ხორცს, უფალი განამტკიცებდა და როდესაც ცოცხალმკვდარი ბორბლიდან გადმოსნეს დაგლეჯილი ხორცით, ესმა უფლის ხმა, ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ. შეახო ხელი და მისი დაგლეჯილი ხორცი როგორც ჩვილის ხორცი გახდა. ისევე ჩვენ არ გვეშინია, რადგანაც ვიცით, ჩვენთან არს ღმერთის ცან წარმართა და იძლიენით. ამინ.